და მათ შორის საქართველოშიც მონასტრები ხშირად სტაბილურობისა და გადარჩენის მთავარი წერტილები იყო. შუა საუკუნეებში, როცა გარეთ ომი, შიმშილი და ჭირი ბობოქრობდა, ხალხი სწორედ ტაძრების გარშემო სახლდებოდა და თავშესაფარს ეძებდა. ავიღოთ თუნდაც გელათის აკადემია, სადაც ქსენონი, ანუ საავადმყოფო ფუნქციონირებდა და ხალხს მკურნალობდა. ან ევროპაში სენ-გალენის სააბატო, რომელიც მთელი ქალაქისთვის ერთგვარი თავშესაფარი იყო. მონასტერი გეუბნებოდა, მოდი ჩემთან, აქ სიმშვიდე და უსაფრთხოება. ასე იყო საუკუნეების განმავლობაში და ეს ზოგადი პრინციპი საბჭოთა კავშირის ათეისტურმა ტერორმაც კი ვერ მოარდა. თუმცა თურმე თუ სულიერების განადგურება გინდა, ეკლესიას ტერორით კი არ უნდა ებრძოლო, პირიქით, ძალაუფლება მიანიჭო ეკლესიაში ჩაბუდებულ არა კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებსაც სინამდვილეში ეკლესიასთან არაფერი აკავშირებთ. მე კიდევ ერთხელ მოგიყვებით იმაზე, რასაც მთის ამბები უკვე 7 წელია აშუქებს. რა დაემართა სოფელ ქედელის მოსახლეობას, რომელთა მამაპაპისეულის სახლები ბოდბის მონასტრის, კონკრეტულად კი იღუმენია თეოდორას გაფართოების არეალში მოჰყვა. აქ იღუმენია თეოდორა ისე იქცევა, თითქოს მონასტრის წინამძღვარი კი არა, რომელიმე მსხვილი დეველოპერული კომპანიის გენერალური დირექტორი იყოს, რომელსაც კვარტალური გეგმა აქვს შესასრულებელი მიწების გადაფორმებაში. ყველაზე სამაგალითო თამაზ გორელიშვილის ამბავია. კაცს აქვს მამაპაპისეული ნაკვეთი, 100 წლიანი, 100 ძირი კაკლის ხე, რომლითაც შემოდგომაზე 2 ტონა მოსავალს იღებდა. ასევე 10 ძირი მსხვილი შინდი, 20 ძირი ძველი ქართული ჯიშის ვაშლის სინაპი, ასევე ლობიო და კარტოფილი. ერდილასაც მიდის ბაღში და რას ხედავს? იღუმენია თეოდორას მიუყვანია მუშები, რომლებიც 100-მდე უზარმაზარ კაკლის ხეს ძირში ჭრიან. მონაზონი კი ეუბნება, ძმაო თამაზ, ეს 100-წლოვანი ხეები უნდა გავჩეხოთ, ჩემი ბიზნეს პროექტისთვის მიწა მჭირდება. ესეთი რამე და ესეთი განუკითხაობა ჩემ ცხოვრებაში არ მინახე. არ ვიცი, მე სადღაც წავიდე და თავი ჩამოვიქჩო უნა ბოლო-ბოლო რა ალბათ. რა თქმა უნდა, თამაზი როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, სიმართლის გასარკვევად საჯარო რეესტრში მიდის. წესით ეს ის სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც შენი საკუთრება უნდა დაიცვას. იბატონო, ეგრეა, ყველგან. ოღონდ არა სიღნაღში. იქ საჯარო რეესტრი ცოტა განსხვავებულად მუშაობს. მიწების მეტი რა აქვს? წითელ წყაროში, დედოფლის წყაროში, შირაკში თვითონ ამდენი ტყე, აი, იბატონო, დათესა უნდათ, აი გორა, მოხნან დათესონ, რამდენიც უნდათ. ცოტა ადგილებია, რაღაც ჩვენი უნდა წაიღოთ. მაგრამ ამათ აქვს ერთი რამე, უნდათ რომ სულ ყველა გაგვაბარგონ აქედან. ეგ არის. კარგი, მე კომენტარსაც კი არ გავაკეთებ. აღარ შეიძლება კომენტარს გაკეთება, იმიტომ რომ ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ფაქტის სახეზეა. აქვე უნდა ითქვას, რომ აუქციონი ისე ჩატარდა, მოსახლეობას არც კი უთხრეს, რომ მათ მიწებს ყიდნენ. იღუმენია თეოდორას არგუმენტი კი აი ასეთია. ესე იგი, არც ერთ აუქციონზე, არც ერთი მონაწილე არ გასცემს ინფორმაციას და არ ეუბნება, არ ეპატიჟება თავის კონკურენტს მაშინ აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად. აღმოჩნდა, რომ თურმე სახელმწიფოს ფარული აუქციონი ჩაუტარებია და ქედელში 60 ჰექტარი მიწა, ანუ ლამის ნახევარი სოფელი, ნახმარი ჰონდა სივიკის ფასად 13,660 ლარად მიუყიდია ვინმე მიხელ დალაქიშვილისთვის. და ვინ არის ეს იღბლიანი მიხელ დალაქიშვილი, რომელმაც 60 ჰექტარი კაპიკებში იყიდა? ის არის იღუმენიას უახლოესი დობით აღჭურვილი პირი. და იცით ყველაზე სასაცილო რა არის ამ სქემაში? მიწების ამ მასშტაბური დათრევის შემდეგ ეს ჩვენი მიხეილი სრულიად შემთხვევით მღვდლად აკურთხეს. ანუ სახელმწიფო ჯერ ფარულად ყიდის შენს მიწას, მერე საბუთს გიუქმებს, ამ შენს მიწას იღუმენიას ზმაკაცი კაპიკებში იფორმებს და ბოლოს რომ ვეღარაფერი მოთხოვო და სასამართლოში ვერ უჩივლო, ეს კაცი პირდაპირ ანაფორას იცვამს და ხელშეუხებელი ხდება. მიწა დამიბრუნე კი არა, შენობიდან გამოსვლისას ხელზე უნდა აკოცო და დალოცოთხო. და თუ გონიათ, რომ ეს მხოლოდ ერთი კაცის ინციდენტია, ძალიან ცდებით. ბოდბის მონასტრის ურბანული განვითარების გეგმაში სხვებიც მოყვნენ. მაგალითად, ექიმი გოდერძი გორდეზია. კაცს უნდოდა თავის ეზოში, მონასტრიდან 9 კილომეტრში პატარა კაფე აიშენებდა. მოიყვანა ტრაქტორი მიწის მოსასწორებლად. ზუსტად 5 წუთში თავზე წამოადგნენ პოლიციის უფროსი, გამგებელი და იღუმენიას რისხვა. გამორთე ეგ ტრაქტორი ხმაურობდა წმინდა ნინო წუხდებაო. აი ამ ტრაქტორის ხმაზე მათ საძირკვლის ოთხიო წმინდა ნინო წუხდებაო.
წმინდა ნინო, რომელიც კაბადოკიიდან ფეხით მოვიდა და მაყლოვანის ბუჩქის ქვეშ შიშველ მიწაზე ცხოვრობდა, აი ამ მშენებლობაზე წუხდებაო. მაგრამ მოიცათ, იქვე ეკლესიიდან 15 მეტრში თავად მონასტერი აშენებს უზარმაზარ კაფე-რესტორანს, ორდონიან მიწისქვეშა ფასიან პარკინგს, სასტუმროს და ბეტონის გალავანს. აი, ხომ გეუბნებით, მძიმე ტექნიკა მუშაობდა 25 წლის განმავლობაში. მაშინ არ წუხდებოდა წმინდა ნინო. ეტყობა, როცა მათი ექსკავატორი მიწას თხრის, ისეთი ხმა აქვს, თითქოს ანგელოსთა გუნდი მოცარტის რეკვიემს ასრულებდეს. მაგრამ გლეხის ტრაქტორი თუ დაიქოქა, ეგრევე ყველა წმინდანი აპროტესტებს. ჯერ კიდევ 2007 წელს ადგილობრივი მაცხოვრებელი ილია გოგოლაშვილი მონაზვნებმა პოლიციას დააჭერინეს. საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. კაცი 2 დღე იზოლატორში იჯდა. რომ გამოვიდა და სოფელში დაბრუნდა, მისი სახლი აღარ დახვდა. მიწასთან იყო გასწორებული და იქაურობა მოსუფთავებული. და იცით ყველაზე ცინიკური რა არის? ერთ-ერთ ინტერვიუში ადგილობრივი ყვება რა უთხრა მას მონაზონმა. აი მოისმინეთ. მონაზონი მეუბნება ამ ერთი კვირის წინ, რომ ხედაო, გაიხედ გამოიხედე, არც ერთი მოსახლე აქ აღარია. ამოწყდა ხალხი მთლიანად. რას ამბობთ მეთქი, როგორ თუ ამოწყდა მე ვთხარ. რას ქვია ამოწყდა და იმიტომ რომ აღარ არის სოფელი, იმიტომ რომ ურწმუნოები იყვნენ ისინიო. უფლის წმენა არ ქონდათო და უფალმა დასაჯა ეს ხალხი მთლიანად. მართალია ტაძარი უფლის სახლია, მაგრამ ქრისტიანობა თუ რამეს გვასწავლის არის ის, რომ ღმერთს დასავანებლად 1000-ობით ჰექტარი სულაც არ სჭირდება. ის სულ რაღაც 10 კვადრატულ სანტიმეტრშიც ბუნებრივად ეტევა. ეს არის ადამიანის გულის ზომა. უფალი ვერ იქნება უზარმაზარ გრანდიოზულ შენობებში, რომელიც სხვების აწიოკების ხარჯზე შენდება. დიდ კაცთან პატარა კაცსაო, როდის გაესვილია მართალიო. არაფერს იმედი აღარ მაქვს. შეგახსენებთ, რომ ქრისტემ დასაბადებლად ბოსელი აირჩია და არა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საკუთარი ლაუნჯით. ამ ყველაფერს ამძაფრებს ისიც, რომ ბოდბის მონასტერი არასდროს ყოფილა დახურული ელიტური კლუბი, სადაც შესვლა მხოლოდ რჩეულებისთვის ან შესაბამისი დრესკოდით იყო დაშვებული. პირიქით, მაგალითად მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა აქ დედათა მონასტერი აღდგა, იცით პირველი რა გააკეთეს? წმინდა ნინოს სახელობის სკოლა გახსნეს, სადაც გლეხის ბავშვებს, განსაკუთრებით კი გოგონებს, სრულიად უფასოდ აძლევდნენ განათლებას. მეტიც, მონასტერთან ფუნქციონირებდა საავადმყოფო და ობოლთა თავშესაფარი. ანუ ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანს ეხმარებოდნენ, კურნავდნენ, ასწავლიდნენ, პატრონობდნენ. და სად გაქრა ასეთი ბოდბე? ეს ფეშენებელური კელიები, ფასიანი პარკინგები, კაფეები და სავაჭრო ობიექტები კი, რისთვისაც ბოდბეში ხალხს მამა-პაპისეულ ეზოებს ართმევენ, ცოტა უფრო იმ სიტუაციას გავს, საიდანაც ოდესღაც ქრისტემ ვაჭრები გაყარა, ვიდრე სულის სიმშვიდისთვის აშენებულ სავანეს.